ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს მწერალთა კავშირის საჭარის ორგანიზაციაში. პირველ სართულზე გამოდის ჟურნალი ჭოროხი. მისი წინაპირობები იყო მწერალთა ორგანიზაცია რო ჩამოყალიბდა, დაარსდა ტალღა, ლიტერატურული აჭარა, საბჭოთა აჭარა ჟურნალები და აი ეს ჟურნალები იყო თვისობრივად პირველი კვალის გამტანი ამ კუთხეში. ახალად დედასამშობლოს როცა შემოუერთდა საქართველოს აჭარა ეს კუთხე თურქთა სამასწავლებლო ბატონობის შემდეგ ეს ჟურნალები დიდ როლს თამაშობდა აქაური ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში. მწერალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ცნობილი მწერალი პარმენ ლორია, რომლის ირგვლივ შემოკრებილი იყო ქართველ მწერალთა ჯგუფი, აქაური მწერლები და ერთ-ერთი მათგანი იყო გამორჩეული ცნობილი დრამატურგი და ცნობილი სცენარისტი ბატონი სულიკო ჟღენტი. სულიკო ჟღენტს, როგორც დანარჩენ მწერლებს, იგივე პარმენ ლორიას, ნესტორ მალაზონიას, ფრიდონ ხალვაშს, ჯემალ ჯაყელს დიდი როლი მიუძღვით აქაური კუთხის მცხოვრებთა ქართული ცნობიერების ამაღლებაში. მე თვითონ პასუხი დამეცა რამდენიმე კითხვაზე. ამ კითხვებს სამი გვერდი უჭირავს. საერთოდ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე უხდება გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ცხოვრება ჩვენს წინაშე ყოველთვის სვამს კითხვებს, რომლებზედაც მოითხოვს გარკვეულ პასუხს. დავიწყოთ პირველი კითხვით. სახელი გვარი, სახელი მაქვს, ჩემი არის სულიკო, გვარი არის ჟღენტი. თქვენი ძირითადი პროფესია? ჩემი პროფესია არის კინოდრამატურგია. ჩემი შემოქმედებითი ესე ვთქვათ შრომა დაიწყო ქალაქ ბათუმში. იმ დროს ეს იყო ომის შემდგომი წლები, ბათუმში გამოდიოდა გაზეთი საბჭოთა აჭარა, რომლის რედაქტორიც გახდათ ბატონი ანტონ კელენჯერიძე. ამ ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა აჭარაში, ესე ვთქვათ, ასაღორძინებლად. მის დროს ამ გაზეთს კვირაში ერთხელ ახლდა ხოლმე ლიტერატურული გვერდი, სადაც ადგილობრივი ლიტერატურული მწერლების ლექსები და პატარ-პატარა მოთხრობები და ნარკვევები იბეჭდებოდა ხოლმე. ეს იყო უაღრესად გულისხმიერი ადამიანი და მე მაშინ სულ პატარა ბიჭი ვიყავი და თვითონ მიმიხმობ თავისთან დავიწყე წერა პირველად ამ გაზეთში იბეჭდებოდი საბჭოთა აჭარაში. ეს იყო ასე ვთქვათ დასაწყისი ჩემი შემოქმედებითი მუშაობის. ომის მიწურულს 44-45 წელში გავიცანით ერთმანეთი, ერთად ერთ წელიწადს დავიბადეთ და ლიტერატურაშიც ერთად დავიბადეთ. ერთად მოვედით. პირველი ჩვენი ნაწერების განხილვა ერთ დღეს შედგა პარმენ ლორიას თავმჯდომარეობით. ერთ წელიწადს გამოვიდა და დაიბეჭდა ჩვენი კრებულებიც სხვათა შორის. მისი მოთხრობები 1948 წელს ალმანახის ტალღის საფუძველზე ჩამოყალიბდა 58 წელს ჟურნალი დაარსდა ლიტერატურული აჭარა, რომლის დაარსებაში დიდი ლომის წვლილი მიუძღვეთ გიორგი ლეონიძეს, იოსებ გრიშაშვილის, დემნა შენგელას და თი ვებერთელა იმდროინდელ ქართულ მწერლებს. საინტერესო ის იყო, რომ 50-იან წლებში მოვიდა თაობა, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა ქართულ მწერლობაში. და განსაკუთრებით ამ კუთხეში თვისობრივად გახსნა აქაური კაცის ხასიათი და ზნე-ბუნება. შეიძლება კითხულმა არც იცის ისე კაფიოდ, რომ ბატონი სულიკო არის წყინვალე მოთხრობების ავტორიც. შარშან ჩამოყალიბდა ბათუმში ორგანიზაცია, რომელსაც ბათუმის ტალღა ეწოდება. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული ვართ ბათუმელი რეჟისორები. და შარშან დავაკეთეთ ერთი პროექტი 10 რეჟისორმა 10 სხვადასხვა ფილმი გადავიღეთ, რომელიც წარმოადგენთ ბიაფის კინოფესტივალის გახსნაზე. წელს გვინდა რომ მეორე მასშტაბიანი პროექტი გავაკეთოთ და პროექტის დედაზრი არის რომ ბათუმში მოღვაწე მწერლების აწარმოებების ეკრანიზაცია გავაკეთოთ და ერთ-ერთი წერალი, რომელიც მე ავირჩიე, ეს არის სულიკო ჟღენტი, ავირჩიე მოთხრობა, რომელსაც ეწოდება პორტრეტი და ბათუმში დაიწყო სულიკო ჟღენტის მოღვაწეობა, ბათუმში გამოსცა პირველი მოთხრობები სულიკო ჟღენტმა და სულიკო ჟღენტის შემოქმედება
გამოირჩევა კინემატოგრაფიული ხედვით. კონკრეტულად ეს მოთხრობაც კინოენით არის დაწერილი და ჩემი არჩევანი აქედან გამომდინარეობდა. პორტრეტი სულიკო ჟღენტის. ეს ერთ-ერთი პირველი მოთხრობაა სხვადასხვა. და ეს თვითონ ეს ნახატი მომეწონა ძალიან საინტერესო, ვის შესრულებულია დაუმსგავსებია სულიკოსათვის ძალიან. ნახატი ძალიან გავს სულიკოს სახით. გალსტუკს არ იკეთებდა ისე, მაგრამ ისინი ყოველდღიურად ავტობუსის გაჩერებასთან ხვდებოდნენ ერთმანეთს. ზამთარში ქალიშვილს ყავისფერი პალტო ეცოდა, კეფასთან დახვეულ ნაწნავებზე ქუდის ნაცვლად ჭრელ ყელსახვევს ატარებდა. გაზაფხულის პირველსავე დარიან დღეს იგი ცისფერკაბაში დაენახა არჩილმა. ვაჟი იმდენად შეეჩვია ყოველივე დილით ამ ქალიშვილთან შეხვედრას, რომ სახლიდან გამოსვლისას მხოლოდ მასზე ფიქრობდა. ზუსტად იცოდა ავტობუსის გაჩერებასთან ქალიშვილის მოსვლის დრო. ყოველთვის 9:15 წუთზე მოპირდაპირე სახლის კუთხიდან ქალიშვილი გამოსჭებოდა ხოლმე. გადავწყვიტე, რომ სპეციალური განათლება მივიღო ამ დარგში და წავედი მოსკოვში, კინემატოგრაფიის სახელმწიფო საკავშირო ინსტიტუტში, რომელიც ხალხში იმ დროს ერთადერთი იყო მთელს ევროპაში. მსგავსი დაწესებულება სასწავლებელი არ არსებობდა არსად და ჩვენთან უამრავი უცხოელი სწავლობდა. კიქში ჩამოდიოდნენ, რომ მიეღოთ კინემატოგრაფიული განათლება. აი ასეთნაირად კინოს, ასე ვთქვათ, სიყვარულმა და იმის შეგნებამ, რომ უпроსტად იმის ესეთი გზნობა გამიჩნდა, რომ მე ჩემს სათქმელს უფრო კარგად, უფრო გაშლილად და უფრო მოხერხებულად ვიტყოდი კინოსცენით, ასე ვთქვათ, ეკრანიდან, ვიდრე ვთქვათ ეს იქნებოდა ბელეტრისტიკა, მოთხრობა, რომანი. ჯერ კიდევ 50-იანი წლების ბოლოს პირველად წავიკითხე მისი მოთხრობა, საოცრად საინტერესო მოთხრობა სააკაძის შთამომავალი, რომელიც შემდეგ, როცა ფილმი ვნახე ჯარისკაცის მამა, უკვე წინ დამიდგა ეს მოთხრობა, რადგანაც ბევრი რამ ამ მოთხრობაში იყო მოხსენებული. თვითონ იქ გვარი მახარაშვილიც არის მოხსენებული, ოღონდ სახელია შეცვლილი, რამინი ქვია სახელი. შემდეგ წიგნები გამოვიდა, სულიკოსი უკვე აშკარად დაეწაფა ის ქართულ ლიტერატურულ საქმიანობას და ზღვისპირეთის საღამოები კიდევაც დაიზრდებიან. სხვათა შორის მოთხრობების შესანიშნავი კრებულია პირველად წავიკითხე ამ სულიკოს მოთხრობაში, თუ როგორ აღესრულა საქართველოს დაუძინებელი მტერი აღა მაჰმად-ხანი მცხეთელი ანდრიას ხელით, რომელსაც სადიყას უწოდებდნენ. ეს სულიკოს მოთხრობაში წავიკითხე პირველად. პირველი ნაცნობა ჩემი სულიკოსთან დაიწყო 1963 წლიდან, როცა მე რაიონიდან ქალაქში გადმომიყვანეს სამუშაოდ და სულიკო უკვე იყო საკმაოდ ცნობილი კინოდრამატურგი, რომელსაც უკვე ჰქონდა ბურთი და მოედანი გაკეთებული ჰქონდა, სეინერების ზღვაზე გადიან. უკვე სულიკო ჩანდა უკვე როგორც ძალზე დიდი პერსპექტიული კინოდრამატურგი. ბათუმში ყველაზე ადრე მეთევზეები იღვიძებენ. ეს ორი კაპიტანი, გივი უკლება და მიშა დიმიტრიევი, შეურიგებელი მეტოქენი არიან. და ვინც ის რამდენი წელია, რაც ერთმანეთს ებრძვიან პირველობისათვის. ნახოთ, ვინ დაბრუნდება ნადავლით ხელდამშვენებული, დაიქადეს კაპიტნებმა ზღვაში გასვლისას.
ლიტერატურულ აჭარაში, მანამდე კი ტალღაში ალმანახი გამოდიოდა, იბეჭდებოდა ხშირად ბატონის სულიკოს მოთხრობები, საოცარი მოთხრობები და რა თქმა უნდა, შემდგომში ეს იყო დიდი გზის დასაწყისი მისი ფართომასშტაბიანი შემოქმედებისა. თითქმის მსოფლიოში ცნობილი გახდა მისი სცენარით გადაღებული ფილმი ჯარისკაცის მამა. ბატონის სულიკოს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული დრამატურგიის განვითარებაში, მისი სცენარებზე გადაღებული ფილმები, რა თქმა უნდა, აქტუალობას არასდროს არ კარგავს და ქართული კინოს ოქროს ფონდშია შესული ისეთი ფილმები, როგორიც არის ჯარისკაცის მამა, ფესვები, ნერგები და სხვა. Koderci, şmilo. Rogo gasti, Icho. Rahmodela gam, shvilo. Gedashian sraut, bicho. Სხვა სცენარი თავიდან ბოლომდე დაიწერა სასტუმრო ინტურიაში ბათუმში. იმიტომ რომ რეზოს წერდი ცხეიდისთვის და რეზო ამ დროს იღებდა ფილმს ზღვის ბილიკი. შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარეობს პირველი ქართული ფართოეკრანიანი ფილმის ზღვის ბილიკის გადაღება. ფილმის რეჟისორია რევათ ჩხეიძე, მთავარი ოპერატორი ფელიქს მისოძი. ასეთ ამინდში ზღვაში ჩასვლა არც ისე სასიამოვნოა. ალბათ მთავარი როლის შემსრულებელი სერგო ზაქარიაძეც ამაზრისაა, მაგრამ რას იზრდება? გადაღებები მიდიოდა მახინჯაურის პლაჟზე. საცხოვრებლად ტელეჯგუფი იყო გაჩერებული ინდორიაში. სერგოც თავარ როლში იყო და მეც ამიღეს ახლა ჩემთვის ოთახი დედნობერ სადაც ვიჟეკი და წერდი ამ სცენარს. და იქვე ვკითხულობდით მე რეზო და სერგო საღამოობით შევკითხულობთ ხოლმე. ასე ეპიზოდურად თავიდან ბოლომდე დავწერე ეს სცენარი. როცა ეს სცენარი იწერებოდა თავიდანვე ეს როლი იწერებოდა სერგოს. მე ვფიქრობ და ალბათ ვარ ამაში დარწმუნებული, რომ ყოველთვის წარმატებას მოიტანს ნაწარმოები, კინონაწარმოები მოხსენებაში. თუ წინასწარ განსაზღვრული იქნება რა როლი ვინ ითამაშა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ეს პრაქტიკა უნდა ფართოდ იყოს ამერიკელ კინემატოგრაფში, იმიტომ რომ ავტორის შესაძლებლობა ეძლევა გაითვალისწინოს კონკრეტული მსახიობის, რომელზედაც წერს სცენარს, შესაძლებლობები, მისი ასე ვთქვათ დიაპაზონი სამსახიობო, ფრაზა რა რეპლიკა მოუხდება მას და რა იქნება მისთვის უცხო და არაბუნებრივი. საქმე იმაშია, რომ სცენარში წერია არა მარტო ის, გარდა იმისა, რომ რა თქვას, ისიც წერია, როგორ უნდა თქვას, რა უნდა განიცადოს ამ დროს, ან რას განიცდის პერსონაჟი. ეს ჩვენ სცენარებში ასეა სხვა შორის. უცხოეთში ასე არის წერება სცენარები, იქ ძალიან მშრალი. თუმცა თვითონ მისი ხასიათიდან გამომდინარე, თვითონ ძალიან ისეთი კაცი იყო, თავდაბალი, არ უყვარდა თავის თავზე, არც თავის ნაწარმოებზე საუბარი, მაინცსა და მაინც
ჩვენ თუ ძალით თუ ჩავებამდით ლაპარაკში თორე არ უყვარდა და ასეთი კაცი ყოველთვის სტილში რჩება, ასეთი ადამიანი ყოველთვის, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი შემოქმედება, იმდენად ღრმა შინაარსიანი, რომ მისი თავდაბლობის და უპრეტენზიების მიუხედავად მაინც გამოაშკარავდა თავისი და საზოგადოებამ უკვე იცნო ეს როგორც უნიჭიერესი დრამატურგი. ყოველი სცენარის იდეის გაჩენას რაღაცა ცხოვრებისეული მოვლენა უწყვის ხოლმე წინ. ჯარისკაცის მამაში მოგეხსენებათ აგებული ემოზე, რომ მამა მიდის შვილთან სადღაც რუსეთის რომელიღაც ქალაქში, რომ ჰოსპიტალში მოინახულოს დაჭრილი შვილი. სიუჟეტური, ასე ვთქვათ, სვლა ამ ფილმში აღებულია სუფთა ბიოგრაფიული მომენტი უდევს საფუძვლად, ის იყო, როდესაც მე პირველად დავიჭერი ფრონტზე. ნუ ბავშვი ვიყავ, მაშინ 17 წელსაც არ ვიყავი და მოხვდი ჰოსპიტალში ვლადიგავკაზში. და გამოგზავნე წერილი სახლში, რომ აქ წევრი მე არ გამოგზავნე, რომ მომაკითხეთ და ვნახეთ და საწყალ დედაჩემი წამოვიდა. მაშინ ძალიან ძნელი იყო, ჯერტი ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლა იყო უაღრესად ძნელი და მე აქედან საშვი იყო საჭირო, რომ თბილისში ჩამოსულიყავი და იქეთ ხო. ყველაფერი ამას მიაღწია რაღაცნაირად და ჩამომაკითხა იქ და მე უკვე 3 დღის გაწერილი ვიყავი ისე ფრონტზე. დედაჩემს არ დარჩენოდა ეს რაღაც მოსაკითხები, რაც ჩაომიტანა დაურიგა იქ. ჰოსპიტალში ამ დაჭრილებს და წაბრუნდა უკან. აი ეს იყო, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი თუ შეიძლება ასე ითქვას, რამაც მიბიძგა, ესე მიკარნახა თუ შეიძლება ასე ითქვას, ის სიუჟეტი, რომელზედაც აგებულია სცენარი ჯარისკაცმა. ის დიდი ბიოგრაფია, რომელიც მან გაიარა, შესანიშნავად იქნა ასახული მის სცენარებში, მის ფილმებში. მან გაიარა ქართულ სოფლებში ცხოვრება. ამაში ის იყო არაჩვეულებრივად გათვითცნობიერებული კაცი, კარგად იცოდა ქართული გლეხობა, ქართული მიწაწყლის მშვენიერება, იცოდა ეს ფსიქოლოგია, რომელიც დაკავშირებული იყო უბრალო ხალხის ფილოსოფიასთან, დიდ პატივს სცემდა და აგრეთვე შესანიშნავ ოჯახში გაიზარდა. მამამისი ბატონი ილია იყო პედაგოგი. მე ვიცნობდი ბატონი ილიას უაღრესად დიდი ინტელიგენტი და დიდი თვალსაციერის მქონე პიროვნება. ეს ამ ოჯახის მონაპოვარი იყო ასეთი შვილების გაზრდა და შემდეგ, როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო, ეს იყო 41-42 წელსში, ცნობილია, რომ სულ იყო წავიდა როგორც მოხალისი არმიაში და იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კინოში და ქართულ ლიტერატურაში ძნელად თუ ვნახავთ ჩვენ მეორე ადამიანს, რომელსაც ისე აეწეროს სამამულო ომის ისტორია, როგორც ეს გააკეთა სულიკო შვედმა. ზუსტად არ მაქვს ეს, მაგრამ ეთქობა იყო დასაწყისი გაზაფხულის რაღაც მარტი. და როცა გავიგეთ, რომ მამა და წავიდა სულიკო შავოსაყვარად სოჭიდან, ჰოსპიტალიდან, ეზოში დავხდით ჭიშკართან და რო ჩამოვიდა ეზოში მაცოთ. ხელი ჩამოგიდული ქონდა, მარცხენა ხელი, იმიტომ დანაჭრილი იყო და ნევრი ქონდა დაზიანებული, ბოლომდე შერჩა ეს ხელი დაზიანებული, ისე რომ ბოლომდე არ აღდგენია. ხელი ქონდა შეხვეული და კისერში იყო დაჭრილი. ეს 11 ჭრილობა ქონდა მთლიანობაში.
ეხლა ბუხართან დავსხედით. მამამ თხოვა ეხლა რაღაც შეკითხვები რა ხდებოდა, როგორ მოეარა ომი, რა გაიარა და სულიკო ყოფოდა ამის და მე ეხლა სულიკოს უყურებდი როგორც დიდ მეომარს, ომ გადახდილ კაცს, რომელსაც ამდენი იომა დაბრუნდა. ეხლა ნახე 18 წელსაც არ იყო იმ პერიოდში ზოგადად ჩამოვიდა. ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი მახსოვს, მოყვა, როდესაც ეგენი იყვნენ დესანტში, ახლა ეს ადგილი აღარ მახსოვს, ქერჩთან ახლოს, წყლის დეფიციტი და ამიტომ მივდიოდით. ესე ნეიტრალურ ადგილას მოდიოდა წყარო. მორიგობით გერმანელებიც მოდიოდნენ იღებდნენ წყალს და ჩვენც მივდიოდით ვიღებდით წყალს ამიტომ. ეხლა ლეიტენანტმა მოგვიყარა თავი და გვითხრაო, რომ ამეღამ წავალთო სანადიროდ. ნუ გამიკვირდაო, ვიფიქრეო, ამ გაგანეუმში რა დროს ნადირობა და მე ამეცნეს, ესე იგი ნადირობა ნიშნავდა, რომ ჩავსაფრებოით გერმანელებს დროს ეცენი მოვიდოდნენ წყლის სასაღებად, რომ დაგვეხოცი. როგორც მოვიქეცითო, ჩავსაფრთითო. ცოტა ხნის მერე უკვე გერმანელები მოდიოდნენ, რომ დიდი ხმაურითო, თითქოს აქ არაფერი არ ხდებოდა. ეს ახლო მოვიდნენ წყალთან, რომ მივიღეთო ესე იგი სიგნალი და ავტეხეთ სროლა. ასე რომ ასეთი გერმანელიო ცოცხალი არ გასულა. მამა ჩემი შეწყვიტა. ტრაბ შენო ბავში იყავი და რა იცოდი სროლაო. ინცეში მიხდა სულიკო, რომ მამას არ ესიამონა, რომ შვილი აღმოჩნდა მკვლელი. და უთხრა არაო, კაცო, მე არც მისვრიაო, მე ჰაერში ვისროდი. რომ მამა დაეწყნარები. ერთი და იგივე მოვლენებში ადამიანმა შეიძლება დაინახოს ის, რაც უარყოფითია, რაც დაკავშირებულია მეტად ისეთ სიძნელესთან, რომ კაცი აჩვენო, როგორ გადიქცა, როგორ დაკარგა კაცობა, არა და ფრონტზე შეიძლება ეს მოხდეს, ხო? იმიტომ რომ ისეთ სიძნელეს ჩეხები, როდესაც ტრაგიკულია შენი ბედი. და აგრეთვე შეიძლება იყოს წერალი ისეთი, როგორც სულიკოა, რომელიც უყურებდა ამ თემას, როგორც სულიერ სიმდიდრეს, როგორც უდიდეს პატრიოტიზმს და როგორც ადამიანების ერთმანეთს დახმარებას. ეს ძალიან დიდი თემაა. აი ასეთ რაღაცა დაინახა მაგრამ. სხვას ვინც ის რა დაინახა, ასეთი ფილმებიც გვინახია, ხო? აი ეს დაინახა და ეს ჩამოიტანა და თავისი ერის ჰორიზონტი გახსნა სხვანაირი. ეს არ არის პატარა მოვლენა, როდესაც ამ ფილმს უყურებს ყველა და იძახის, რომ ეს არის რაღაცა, ნუ მე ამ შემთხვევაში ასე თამამად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ სულიკოზე ვლაპარაკობ, თამამად ფილმის ღირსებაზე. თორემ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ რომ ვლაპარაკობს მაყურებელი და აქ, იქ, იაპონიაში, ინგლისში, ამერიკაში ყველგან რომ ვლაპარაკობენ, რომ ეს არის ასეთი და ისეთი სურათი, ეს სულიკოს მოფიქრებულია ყველაფერი. და ამითი გააფართოა მაგან ქართველი კაცის ზნეობრივი და სოციალური და საზოგადოებრივი არსენალი. გააფართოა მაყურებელს აჩვენა, რომ ის არის შვილი იმ ერის, რომლის ძედვა ევალე, შო ძედვა ევალე, ევო ძედვა ევალე. ესე იგი ეს სხვა არის. თურმე ეს იმისანაირთან გაქვს შენ საქმე, რომ მიციცის, ჭკუაც აქვს, გონებაც აქვს და ბევრი რამ პატრიოტული გრძნობები და რაღაცეები. ეს დიდი მონაპოვარი იყო. Махарашвили? Здравствуй. Куда? Махарашвили! Почему ты здесь? Слушай, воевать, что? Почему ты бросил пост? Какой это пост? Это давай вода, давай дрова. Это пост называется. Я приехал сюда. Ират или воевать? Махарашвили! Вы подрываете дисциплину. Немедленно отправляйтесь на пост, слышите? Чтобы воевать, нужно все знать. Ни один человек не может научить меня, как надо воевать. Мой отец воевал. Его отец воевал.
Его отец, его отец воевал тоже. Не торопись, и в бой попадешь, успеется. Слышь, наизусть знаю я, товарищ начальник, как надо воевать. Что здесь такое? Вот. Вперед, Кали, раз, два. Назад, Кондах, раз, два. Вперед, Кали, раз, два. სულიკო იყო ძალიან ნიჭიერი კაცი. არა მარტო სცენარებში, არამედ პროზაში, რომლის რეალიზაცია მან ბოლომდე ვერ მოახერხა. ერთი რა დრო კი გქონდა დრო შეკრების, მისი ცხოვრების, მისი ბიოგრაფია, დიდი ბიოგრაფიაც ქონდა. ისეთი ცხოვრება ქონდა გადაღებული და მე ბევრი გამომიყენებია სხვადასხვა რაც იმას ორჩენია და გადაუყრია და აწევეც გამოვიყენებ რაც იმას მოყოლილი აქვს თავისი საბრძოლო ცხოვრებიდან თუმცა დღეს საშუალება ამას შეიძლება მოუყიდებაც იუმორის დიდი გზნობის პატრონია ეს იყო ბათუმელი გურული და თბილისი ამ ჯარის და ომის იმგეს ამ სურათებს ვერ იშორებდა სულ ის წინ იყო და მის თვალწინმიდო სუხმაწვილი წავიდა 16 წლის 15 წლის და წარმოგიდგენთ აღარ შტაბ-შტილებები რომ პირდაპირ ომში რო უგრავენ თავს თანაც იმ გაგარია ომში საშინელებაში გადავხედოთ ჩვენ რეპერტუარს, ქართული ფილმის რეპერტუარს იმ წლებში 60-იან წლებიდან 80-იან წლამდე. სულიკოს ფილმმა შეასრულა ძალიან დიდი როლი საერთაშორისო ღირებულების როლი შეასრულა ქართული ხალხის უცნაური რამაღლებისა და მისი სხვა ერებთან გაცნობისა და გატანის შესახებ. ძალიან დიდი როლი შეასრულა. საერთაშორისო ქართველმა მაყურებელმა პირველად ჯარისკაცის მამა ნახა ბათუმში. როცა სხვა ეკრანებზე ის არ იყო გასული და ძალიან კარგად მახსოვს კინოთეატრ თბილისში, როცა გადიოდა ეს ფილმი, ჩვენ ზევით ლოჟაში ვიჯექით, სულიკო ვერაფრით წინ ვერ დავსვით ლოჟის პირველ რიგში, სულ უკანა რიგში იჯდა სულიად შეუმჩნევლად, როცა დასრულდა ფილმი და ამ
აჟიოტაჟით შეპყრობილმა მაყურებელმა ტაშით შეხვდა, მაშინ გაისმა იმ დროინდელ რადიოში მომუშავე ქართველი დრამატურგის ალექსანდრე შოშია-ჩხაიძის ხმა, რადიო რუპორიდან გაისმა ხმა მისი მიკროფონიდან, რომ დარბაზში ფილმის პრემიერას დაესწრო მისი ავტორი, სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი აქ არისო და ამას კიდევ დიდი ოვაცია მოყვა და იძულებული გახდა სულიკო და ჩვენს ხელით ძალით გავიყვანეთ და ვაჩვენეთ საზოგადოებას, წარუდგინეთ როგორც უნიჭიერესი და დიდი ტალანტის მქონე კინოდრამატურგი. სულიკო იყო ნამდვილი ბათუმელი კაცი. აი ნამდვილი, აი ცხოვრობდა ბათუმით, თბილისში ჩამოვიდოდა, ვიდრე აქედან გადასახლდებოდა ოჯახი. ერთი-ორი დღე, ერთი კვირა ჩამოვიდოდა, სასტუმრო თბილისში გაჩერდებოდა, უყვარდა იქ გაჩერება. რაღაცებს მოილაპარაკებდით იქით, აქეთ, წამოვიდოდა, მერე დაждდებოდა ბათუმში, შექმნიდა, დაწერდა აი ამ ქუჩაზე, მაშინ გონი ფიზკულტურების ქუჩა ერქვა. არაჩვეულებრივი სახლი იყო ეს, სახლი არაჩვეულებრივი, ახლა ისე კი არა, რომ ბინაები იყო არაჩვეულებრივი. სავსე მოგონებები. დღესასწაულია ბათუმის ქუჩებში გავლა, ცნობილ კაფეში შესვლა, რომელიც ჯერ კაფეინდურიში იყო, მერე აჭარაში გადაიტანეს მესამე სართულზე რესტორანში და მერე ახლა რედაქციის წირო კაფეა. საერთოდ ძალიან საინტერესო საუბრები მიდის ხოლმე იქ. არა მარტო ადგილობრივ ჭირვარავის თაობაზე, მთელ მსოფლიოს საკაცობრიო და საისტორიო, ასე ვთქვათ, თემებს წამოწევენ ხოლმე ზოგჯერ ამ საუბარში. ძალიან საინტერესო პიროვნებები არიან. ისკენ მოუწოდებს ადამიანს სულიკო ჟღენტის ფილმები. რა ვიცი, ისკენ მოუწოდებს. სიკეთისკენ ალბათ. იმისკენ რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, რომ იყვნენ კეთილნი. თუმცა მოწოდებებს მე მანდამაინც ჩემ ფილმებში ვერ ხედავ. ყველა თავისებურ დასკვნას გამოიტანს ალბათ, რასაც ნახულობს ფილმს. რა ფრონტზე ხარ? რა სცენარით, რა სავალით, ძველი გზების გავლას გული უნდება, მოგონება ჯარისკაცის მამასავით, დაგეძებს და შინ უშვილოდ ბრუნდება. წელი წელს ცვლის, ღიმილია, ნიავია, მაგრამ ჩვენ ხომ დრო გვინდოდა სხვა უფრო. ეს დღე ძმაო, ისევ შენი ზიარია, შენ არა ხარ, მაინც შენზე ვსაუბრობთ. დღე ნატკენი, ნაღვლიანი და ლამაზი, ყვავილისფერ სიტყვად მაზის ბაგეზე, მონატრება ჯარისკაცის მამასავით არ იღლება და ისევ შენ დაგეძებს და ჩურჩულებს ცადა მიწა სულიკო, სანამ არის საქართველო სულიყოს. ის ჩვენ ყველას გვაკლია, უპირველეს ყოვლისა აკლია, რა თქმა უნდა, ქართულ კინოს. იმიტომ რომ ეს თემების დამწერი ახლა შეიძლება ბევრი იყოს კარგი ოსტატი და კაი მწერალი, მაგრამ ის რაც სულიკოს ჰქონდა ასეთი დიდი ხედელობა, რაც კინოსთვის ძალიან საჭიროა, ცოტა არის. კინოს ქართულ კინოს აკლია, თავის ოჯახს აკლია, ბათუმს აკლია, რა თქმა უნდა, მის სამშობლო ქალაქია და საერთოდ საქართველოს აკლია. ამიტომ ეს ძეგლის დადგმა ასე მგონია, რომ სულიკო თითქოს დაგვიბრუნდა ჩვენ და ჩვენ შორის არის. გბირულის პროფესიისაგან.
ეს პუბლიკაციები ეხება სულიკოს სხვადასხვა ნაწარმოებს. საყურადღებოა, რომ ყველა ჩემს პუბლიკაციას აქვს ფსევდონიმი ხელმოწერილი აფრიდონიძე. ესეც ამასაც რაღაც გარკვეული გამართლება ჰქონდა, იმიტომ რომ მე 1966 წლის 20 სექტემბერს შემეძინა ვაჟი, იმ დროს როცა სულიკო და ბატონი რეზოჩხეიძე ბათუმში იყვნენ და როცა გავიგე ისინი ჩემთან მანქანაში ისხდნენ, მე საჭესთან მიჯექი და მითხრეს, რომ საჩქაროდ საჭიროა მაჩის ბიუროდან ცნობის მოტანაო და როცა მაჩის ბიუროში ავედი მეორე სართულზე იყო იმ დროინდელ კამოს ქუჩაზე, მაშინ გამახსენდა, რომ სახელი იყო საჭირო. და მეორე სართულის ფანჯრიდან განმოუძახეს სულიკო ბავშვი, გადავარქვათ მეთქი და არც დაფიქრებულა ფრიდონი მითხრა. ფიქრები ჯარისკაცის დედასა და მამაზე. ეს გამოქვეყნდა გაზეთ საბჭოთა აჭარაში 1972 წელს. წერილი ფიქრები ჯარისკაცის დედასა და მამაზე მე შთამოგონა სულიკოს ფოტოსურათმა, რომელშიც ის აღბეჭდილია ყელშეხვეული დაჭრილი და გვერდით უდგას მამა, ბატონი ილია ჟღენტი, რომელიც მართლა გარეგნულად ძალიან გავს ჯარისკაცის მამას და ქალბატონი ოლია, დედა. ისინი წავიდნენ დაჭრილის შვილის სანახავად ნამდვილად. ეს სინამდვილეში ასე იყო. დააკვირდით ამ სურათს. ერთი მათგანი ხომ გაგონებთ ჯარისკაცის მამას, გიორგი მახარაშვილს, რომელიც ბრწყინვალედ განასახიერა ფილმში ჯარისკაცის მამა შესანიშნავმა ქართველმა ხელოვანმა სერგო ზაქარიაძემ. მაგრამ ეს კინოკადრი როდია? ეს დიდი სამამულო ომის დღეების ფოტო დოკუმენტია. თქვენ მასზე ხედავთ ჯარისკაცის მამას და დედას, ილიას და ოლღას, შუაში კი სულიად ახალგაზრდა ჯარისკაცი სულიკო ჟღენტი, ომმა სულიკოს მართლაც შეახვედრა მოხუც ჯარისკაც მახარაშვილს, ოღონდ მას ერქვა არა გიორგი, არამედ რამინი და ასე შემდეგ. ესე გრძელდება ეს მოთხრობა. ძალიან ბევრი წავიდა ცხოვრებიდან. ძალიან რო ვიგონებ ახლა ჩემს მეგობრებს, ამხანაგებს ნაცნობებს. ნუ რა თქმა უნდა ბათუმი დარჩა ბათუმი არის ჩემთვის მარადიული სულის ზეიმი. ამას ვერაფერს მოუხერხებ. ამდენი ხანია თბილისში ცხოვრობ და არც ერთხელ სიზმარში თბილისში არ ყოფილი ვარ ჯერ. სიზმარში ყოველთვის აქ ვარ. ყოველთვის. შე ბათუმში რა თქმა უნდა უამრავი მეგობარი მყავს. მე ერთი რამეა ხოსე მარკეს რო კითხეს. რატო არ ჩამოდიხარ სამშობლოში, სადაც ახალგაზრდობა გაატარა. მარკეს მოუთხა არ ჩამოდიხარ, იმიტომ რომ არ მინდა იმ ჩემი მეგობრების სახეზე ჩემი სიბერი დავინახო. მაგრამ ჯერჯერობით ჩემი მეგობრები ყველანი ყოჩაღად არიან.